საღამო მშვიდობის 17 საათი და 30 წუთია და ამასობაში განვითარებული მოვლენებით უყურებთ ნათია კუპრაშვილის და ნინა ხელაძის გადაცემას. დღეს ასევე გვექნება საინტერესო ეთერი, გვექნება ჩართვა ბრიუსელიდან. გვაქვს შეგვიძლია ვთქვათ, გვაქვს საშუალება, მადლობა თამარ ნუცუბიძეს, რომ ის ჩვენთან ერთად არის დღესაც, იმიტომ რომ დღესაც ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის ლიდერები და დღესაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველო. გაკეთდა უკვე გარკვეული განცხადებები, თამარ მოგესალმები და შენგან პირველ რიგში გვაინტერესებს როგორ ჩაიარა და მიმდინარეობს დღეს პროცესები ბრიუსელში საქართველოს კონტექსტით. მოგესალმებით, ახლაც გრძელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საბჭო, როგორც აქვე ეძახით, სამიტი, რომელსაც ესწრებიან სწორედ ამ ორგანიზაციის ლიდერები და განსახილველ საკითხს შორის არის საქართველოც. არაერთმა ლიდერმა, აი აქ სწორედ ამ ადგილას, როდესაც მოვიდნენ და გააკეთეს წინასწარ განცხადებები, ნაწილმა თავისივე, ესე ვთქვათ, სიტყვაში მოიხსენიეს საქართველო, ნაწილს კი ჟურნალისტებმა დაუსვით შეკითხვა, თუ რა შეიძლება ველოდოთ. თქვენ კარგად იცით, რომ აი ამ შეხვედრას წინ უსწორებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების საბჭო, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და წლის ბოლომდე ძალაში უნდა შევიდეს სავიზო მიმოსვლის შეზღუდვა სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. რაც შეეხება თარგეტირებულ პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო და ეს კონკრეტულად ეხება მით აქციებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ჩვენი კოლეგა ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების და წარმომადგენლების ძალადობა, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდა ორი ქვეყნის გამო, თუმცა დღეს კაია კალასმა აქ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ თემაზე გაგრძელდება და გრძელდება მუშაობა, რადგანაც მისი აზრით მაინც უფრო მეტი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, რათა ეფექტი იყოს მოხდენილი და გარკვეული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ გადადგა სწორედ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. თუ კი ვიმსჯელებთ გაკეთებული განცხადებებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი გზავნილი არის ასეთი, რომ ევროკავშირის ლიდერები დაუშვებლად მიიჩნევენ ქართული ოცნების მხრიდან, აი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის თითქმის 80%-ის ნებას, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, აი ამ პროცესის გადადებას. და აქ ძალიან ღიად ითქვა, რომ ყველამ ზუსტად ისე გაიგო, როგორც ჩვენმა მოსახლეობამ ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს პროცესი იქნა შეჩერებული. კი მართალია ისინი ამბობენ, რომ 2028 წლამდე შეჩერდა პროცესი, თუმცა ვინც იცის და თვალს ადევნებს საერთოდ როგორ ხდება ევროპული ინტეგრაცია, მერე უცებ 4 წლის მერე თქვა, რომ ჩვენ უბრუნდებით ამ პროცესს და აი უცებ ახლა ყველაფერს იმ არ ვიცი ძალიან ბევრ რეფორმას უცებ გავატარებთ და შემდეგ გაიხსნება მოლაპარაკებები და ამის შემდეგ უკვე კოპენჰაგენის კრიტერიუმებსაც ძალიან ჩქარჩქარა ჩვენ შევასრულებთ, რომ 2030-ში უკვე წევრები გავხდეთ, ამაზე ლაპარაკი ზედმეტი არის, რაც დღეს ლიდერების დონეზეც იქნა დადასტურებული, ისინი ერთხმათ ამბობენ, რომ ხელისუფლებას არც ერთ ქვეყანაში არ აქვს იმის უფლება, არ გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და ამბობენ, რომ მათ ძალიან ადარდებს სწორედ ეს ვითარება, როდესაც მოსახლეობა სურს სხვა რაღაცა და ხელისუფლება დგამს საპირისპირო ნაბიჯებს. აქ დღეს შეხვედრაზე ასევე იყო ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანოში სტრასბურგში სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და რობერტა მეცოლამ თავისივე სიტყვაში საქართველოსაც ისაუბრა მომავალი წლის პრიორიტეტებზე, როგორც ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ პრიორიტეტში იქნება იმ დანაპირების შესრულება და თვალყურის გადევნება, როგორ შეასრულებს აღმასრულებელი ორგანოები ევროკავშირის სწორედ გაცემულ დანაპირებს, რაც შეეხება ევროინტეგრაციას და ევროპაში გაწევრიანების და გაფართოების საკითხს და ძალიან ღიად თქვა მან, რომ აქ ყველას ესმის ბრიუსელში
ქართველი ხალხის, ისინი მათ გვერდზე არიან და კარს არავინ მიუკეტავს მათ. ასევე საინტერესო დიახ. კარგი, დასრულეთ, მცირე კითხვა გვაქვს უშუალოდ სანქციებზე რეაგირებასთან დაკავშირებით. კი, უბრალოდ ერთ მომენტზე გაუსვამდი ხას, რომ როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა ასევე ამ ძალადობების და ამ პასუხისმგებლობის პარალელურად საუბარი იქნება მაინც პოლიტიკურ ნაწილზეც, რადგანაც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ სახეზეა გარე ქვეყნის ჩარევა პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუნდაც არჩევნებში და როგორც ჩანს, საუბარი პოლიტიკურ ნაწილზეც იქნება დახურულ კარს მიღმა, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა და ხაზგასმა გარე ძალის, გარე ქვეყნის ჩარევაზეც, რა კი ამაზე უკვე არის ეს საუბარი, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესებზე ისაუბრობთ ახლა და სწორედ ამ კონტექსტში იქნებოდა ძალიან საინტერესო. ჩვენ ნახეთ, რომ სანქციების ამ პაკეტის შემოღებას მოყვა პასუხად საქართველოს თვითაღიარებული მთავრობის მიერ, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის მიერ, ტყუილი პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ ესპანეთი